მისთვის რომ გვითხოვთ დროს და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. თქვენ რას ფიქრობთ, რა არის მიზანი, რის გამოც 8 პოლიტიკოსის წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა, რა სურს ივანიშვილს და რისი თქმა უნდა რეალურად ამით რა გზავნილია ეს თავად ამ პოლიტიკოსებისთვისაც, თქვენთვის, სხვა პოლიტიკოსებისთვის და მთავარი საზოგადოებისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მას სურს იმის დადასტურება, დამტკიცება, რომ ძლიერია და ყველას უნდა გვეშინოდეს მისი. და ეს დაპატიმრებებიც არის ამისი ნაწილი, დაპატიმრებები, ახალი საქმეების აღძვრა, ასევე ისაც საპატრულო პოლიცია აკეთებს თბილისის ქალაქებში, ხო? ანუ პირბადეებზე ნადირობა, პირბადეების დალუქვა, ექსპერტიზაზე წაღება, მერე ადამიანების ციხეში ჩასმა, მასწავლებლების, მწერლების, პოეტების, სტუდენტების, პენსიონერების, დევნილების, რა ვიცი, ყველასი რომ აი ძალა გვაქვს. ანუ რეალურად ეს არის იმის შესანიღბად, რომ რეალურად პოლიტიკური პარტია სახელად ქართული ოცნება არის გაბანკროტებული პოლიტიკური თვალსაზრისით. მას აღარ აქვს ხალხის მხარდაჭერა, ის არის საერთაშორისო თანამეგობრობისგან იზოლირებული და აღარ აქვს მორალური უფლებაც დაკარგა ქვეყნის მართვის, იმიტომ რომ ხალხი აღარ თვლის, რომ ის სამართლიანად არის ხელისუფლებაში და სამართლიანად იყენებს იმ ბერკეტებს, რომელსაც იყენებს, იქნება ეს პოლიცია, სასამართლო თუ რაიმე სხვა. ამიტომ მათ ჭირდებათ ეხლა, მათ შორის შიგნით თავისი მომხრეებისთვის იმის დამტკიცება, რომ მაგრები ვართ და ამიტომ რამდენიმე ფრონტზე აწარმოებენ ასეთ ოპერაციებს. ერთი შიგნით მიმდინარეობს ბრძოლა და დევნა იმ ადამიანების, რომლებსაც გუშინ გმირება დაცხადებდნენ და პარტიის ლიდერები იყვნენ, ხო, რა ვიცი, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, მინისტრები. რომ მოხდეს შიგნით ძალაუფლების კონცენტრაცია და შიგნითაც ყველას შეეშინდეს და გაკონტროლდეს კიდევ უფრო კარგად ყველაფერი და მეორე რომ გარეთ შეგვეშინდეს, მაგრამ ჩვენ ახლა ვხედავთ რომ ამ შიშის ტაქტიკამ შიგნით ალბათ პარტიის შიგნით ეს უფრო იმუშავებს, მაგრამ გარეთ სამოქალაქო საზოგადოებაში, ჩვენ თანამოქალაქეებში ეს არ მუშაობს. ნახეთ, მათ უკვე რამდენიმე ბრძოლა წააგეს. მათ წააგეს პოლიტპატიმრების გასატეხად წარმოებული ბრძოლა. არც ერთი პოლიტპატიმარი არ გატყდა. მათ წააგეს პროტესტის ადრე შესაძყვეტად ბრძოლა. ხო, ჯერ ამბობდნენ რომ 2 დღე იდგებიან, მერე ამბობდნენ რომ იანვრამდე იდგებიან და ასე შემდეგ. 1 წელი ხდება და იქ ვართ. მათ წააგეს ჯარიმების ბრძოლა, მოქალაქეებს ამის არ შეეშინდათ და მიუხედავად იმ დარტყმებისა ფინანსური, რაც მათ მიიღეს, მოქალაქეებმა გააგრძელეს, ხალხმა გააგრძელა ქვეყნის კონსტიტუციის და თავისუფლების დაცვა. მათ წააგეს ძალადობის ბრძოლა, იმიტომ რომ არც ძალადობის შეგვეშინდა და მიუხედავად აი საშინელი სასისასტიკისა, რომელიც ჩაიდინეს თბილისის ქუჩებში, მაინც გაგრძელდა პროტესტი. მერე გაზარდეს ჯარიმები, აქაც დამარცხდნენ, იმიტომ რომ მაინც გაგრძელდა პროტესტი. და ბოლოს პირდაპირ დაპატიმრებები შემოიღეს და მაინც გაგრძელდა ეს პროტესტი. ხო, ანუ სერიული წარუმატებლობები აქვთ პროტესტის შეშინებაში და აი გუშინ მოუწიათ, რომ რა ვიცი, თვითონ როგორც იძახიან 50 კაცი იკრიბებაო და ამ 50 კაცისთვის რო არ მიეცათ მათი გაგებით ქუჩაზე გადასვლის უფლება, მთელი საპატრულო პოლიცია იქ იყო მობილიზებული, ხო? ამიტომ ისინი აი ამ ძალაუფლების დემონსტრირებას ცდილობენ ამის და ჩვენ შეშინებას. ახლა ჩვენ არ გვეშინია, იმიტომ რომ ადამიანები, ვინც ამდენი ხანია ამ ბრძოლაში ვართ და შემოვედით პოლიტიკურ ბრძოლაში, სამოქალაქო ბრძოლაში, აი ამ ავტორიტარული უსამართლო რეჟიმის წინააღმდეგ, ძალიან კარგად გვესმოდა ახლა სულელები არ ვართ არავინ, რა რისკები იდგა ჩვენ წინ. ხო, ამიტომ აქ ახლა ახალი არაფერი არ არის ჩვენთვის, ამ ბრძოლას გავაგრძელებთ და ეს არის ბევრად უფრო სუსტი პარტია, ვიდრე ოდემდე ყოფილა. აქამდე ახლა ესე კიდე ასეთ რამეებს, რა თქმა უნდა, გააკეთებენ, კიდევ უფრო მძიმე რამეები შეიძლება ჩაიდინონ, მაგრამ თავრობა რომელიც ხალხის წინააღმდეგ მიდის ვერ გაიმარჯვებს. კი ბატონო და ბატონ ლევან, ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ, არის თუ არა ეხლა აი ამ მოცემულობაში გაერთიანობის, ერთიანობის რესურსი, რომელზეც ძალიან ხშირად ლაპარაკობენ სხვათა შორის და საუბრობენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. სააკაშვილის ბოლო პოსტიც Facebook-ზე ამასთან დაკავშირებით იყო, რომ რაღაც დავივიწყოთ ერთმანეთის წყენები, ვის მოგწონს, არ მოგწონს ერთმანეთი და გავერთიანდეთ ფოკუსი გავასწოროთ ივანიშვილზე, რომელიც ყველას ციხით, პატიმრობით და პოლიტიკურად განადგურებით გვემუქრებაო. თქვენ ხედავთ ამ რესურსს?
რა ვიცი, მე არასდროს არ ამრევია ეს ფოკუსი და ყოველთვის ჩემი აზრით ჩვენ თავისუფლების მოედანს ეს ფოკუსი სწორად გქონდა. რა ვიცი, თუ იმეს გასასწორებელი უნდა გაასწოროს, რა თქმა უნდა. ასევე თავისუფლების მოედანი ყველა იმ კონსულტაციაში, ყველა იმ საკოორდინაციო საქმეში, რომელიც ძალისხმევის გაერთიანებას ამა თუ იმ ამოცანის გარშემო ისახავდა მიზნად, იცით თქვენც რომ ყველგან თუ ართ, ახლაც ვაგრძელებთ ჩვენ თანამშრომლობას როგორც პოლიტიკურ პარტიებთან, ისე სამოქალაქო ორგანიზაციებთან, სხვადასხვა ჯგუფებთან, ამიტომ ეს ჩვენთვის ახლა ახალი არაფერი არ არის ამაში, ჩვენ ამას ისედაც ვაკეთებთ. რაც შეეხება მე მგონია რომ ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს იმის თქმის, რომ ჩვენ მხარეს, ანუ დემოკრატიული წინააღმდეგობის მხარეს არიან განსხვავებული ადამიანები, განსხვავებული ჯგუფები, განსხვავებული პარტიები, განსხვავებული ორგანიზაციები და ამ ადამიანებს და ორგანიზაციებს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს გვაქვს განსხვავებული მოსაზრებები რაღაც საკითხებს. ეს არის ასე ვთქვათ, მათი ასევე პროპაგანდისტული ხრიკი, რომ აი ვითომ ეს არის საშინელება და ძალიან ცუდია. არა, ჩვენ ხომ დემოკრატიისთვის ვიბრძვით. ამიტომ ჩვენ თავში ეს უნდა შევინარჩუნოთ და ბუნებრივ მოცემულობად უნდა მივიღოთ ის, რომ რაღაც საკითხებზე გვაქვს განსხვავებული შეხედულებები და ეს არის არა სისუსტე, არამედ ძლიერება. რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ყველამ უნდა დავისახოთ საერთო ამოცანა. და ამ ამოცანის გზაზე, სადაც ვნახავთ, რომ შეგვიძლია ერთობლივი მუშაობა, უნდა ვიმუშაოთ ერთად. სადაც ვნახავთ, რომ არ გამოგვდის აზრების შეთანხმება, ეს უნდა გავაკეთოთ ცივილურად და ჩვენი გზა დამოუკიდებლად ვსადოთ. მაგალითად, თავისუფლების მოედანმა ერთი კვირის წინ გამოვაქვეყნეთ 10 პუნქტიანი გეგმა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხედავთ ჩვენ ამ ბრძოლის წარმოებას, ხომ? ვინც გაიზიარებს და დაეთანხმება და იტყვის, რომ აი ჩვენცაც το ხედავთ დაახლოებით და მოდით დავწყდეთ და ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ეს არის გეგმა სწორედ ამისთვის მშვიდობიანი არაძალადობრივი გზით ძალაუფლებიდან ჩამოცილებისთვის ქართული ოცნების. იმათა რა თქმა უნდა ვითანამშრომლებთ. ვინც იტყვის რომ მე ამ გეგმას არ ვეთანხმები და სხვანაირად წარმომიდგენია ეს რაღაცები, ვიტყვით რომ კი ბატონო ჩვენ პატივს ვცემთ თქვენ უფლებას, გქონდეთ განსხვავებული აზრი, მაგრამ ვერ ვთანხმდებით და ჩვენი გზით გავაგზავნებთ ცვლილობას. ამიტომ მე ერთობა მესმის არა ერთობა რაღაცა უბრალოდ სახელი რაღაცა ერთობისთვის, არამედ ერთობა კონკრეტული გზის და კონკრეტული ამოცანებისკენ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ბატონ ლევან. თქვენი დროისთვის ლევან